მოგესალმებით, უფროსი მაყურებელო და რადიო მსმენელებო, თქვენ უყურებთ მედია კავშირ ობიექტივს და მე ვარ ამ გადაცემის წამყვანი სოფო მარგველაშვილი. მოგეხსენებათ, რომ ყოველ ხუთშაბათს 13 საათსა და 20 წუთზე მედია კავშირი ობიექტივი თავის პირდაპირ ერთ საათიან პირდაპირ ეთერს უთმობს არასამთავრობო ორგანიზაცია ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრს და ამ დროის განმავლობაში მიმოვიხილავთ ეკონომიკურ თემებს. დღევანდელი ჩვენი საუბრის თემა არის მეტად მნიშვნელოვანი და დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ვაჭრობისა და კონკურენციის ხელისშემწყობ პოლიტიკასა და ანტიმონოპოლიურ რეგულირებაზე. თუ თქვენ ამ თემასთან დაკავშირებით გაქვთ შეკითხვა, ან გინდათ თქვენი საკუთარი აზრი გამოთქვათ, მაშინ დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე 2988105 და ასევე თქვენ შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ Skype-ის საშუალებითაც მისამართი ობიექტივი. ახლა უშუალოდ წარგიდგენთ ჩემს სტუმრებს. დღეს მე ამ თემასთან დაკავშირებით სტუმრად მოვიწვიე ბატონი მათე გარდავა, არასამთავრობო ორგანიზაცია ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის პრეზიდენტი და იგი ასევე არის საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობებისა და ეკონომიკური პოლიტიკის სპეციალისტი. გამარჯობა ბატონო მათე. ჩვენი მეორე სტუმარი არის ბატონი რამაზ გერლიანი. იგი არის მაკროეკონომისტი და ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტი. მოგესალმებით ბატონებო, დღევანდელი ჩვენი თემა, როგორც აღნიშნე, საკმაოდ მნიშვნელოვანი და აქტუალურია საზოგადოებაში. უშუალოდ დავიწყოთ ჩვენ საუბარი ამ თემასთან დაკავშირებით და თქვენთან მექნება ასეთი შეკითხვა. რამდენად არის საქართველოს ბაზარი მონოპოლიზირებული? თუ შეიძლება რომ გავაკეთოთ ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი. ბატონო მათე, გთხოვთ. ბატონო, მოგესალმებით, შეიძლება საერთოდ მე კიდევ ერთხელ მინდა დიდი მადლობა გადავუხადო რა თქმა უნდა მედია კავშირ ობიექტივს იმეთი საათისთვის რომელიც გვეთმობა ჩვენ არასამთავრობო ორგანიზაცია ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრს და ჩვენ გვაქვს საშუალება ვისაუბროთ ეკონომიკაზე მსმენელთან ერთად ცხადია. პირველ რიგში მე მინდა საერთოდ გავმარტო თუ რა არის ზოგადად მონოპოლია. მონოპოლია კლასიკური გაგებით ეს არის ფირმა რომელიც არის ფასის დამდები საკუთარ პროდუქციაზე. ანუ ერთი ფირმა. კლასიკური გაგებით თვითონ მონოპოლიები პრაქტიკულად არ არსებობენ. ანუ დღევანდელ მსოფლიოში ისო დაუშვათ ერთი ფირმა არსებობს რომელსაც აბსოლუტური გავლენა აქვს ბაზარზე, ასეთი რამ პრაქტიკულად არ არის. უფრო მეტად ჩვენ დღევანდელ ქართულ რეალობაში, ქართულ საზოგადოებაში მონოპოლიას ეძახიან თქვათ იმ ფირმებს, რომელსაც გარკვეული ძალაუფლება აქვს და კლასიკური გაგებით ისინი არიან უფრო ოლიგოპოლიის შემადგენელი ფირმები. მონოპოლია ზოგადად მე ამ სტუდიაში მithქვამს ეს არაერთხელ და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მონოპოლიური ძალაუფლების მქონე ფირმა არის არასასურველი საზოგადოებისთვის, ამიტომ თუ მის მიერ დაწესებული ფასი, რომელსაც ის ადრეს პროდუქციას არის კონკურენტულ ფასზე მაღალი, ანუ ზარალდება უშუალოდ თქვათ მომხმარებელი. ანუ დაუშვათ იგივე თქვათ ძალიან ისეთი გახმაურებული სხვა თემები, ბევრი საუბრობს ამაზე, თუ თქვათ ბენზინის ფასი კონკურენტული ფასი არის 60 თეთრი და ის იყიდება ბაზარზე გარკვეული მონოპოლიური ძალაუფლების მქონე ფირმების მიერ ლარნახევრად, ამით ზარალდება რა თქმა უნდა მომხმარებელი. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვათ მონოპოლიის არარსებობის პირობებში ის იყიდა ბენზინს 60 თეთრად. თუ საბაზრო ფასი არის, ამ შემთხვევაში 60 თეთრი. ეს არის ზოგადად უშუალოდ მონოპოლიის ძალიან ესეთ მარტივი განმარტება. რაც შეეხება თვითონ მონოპოლიზირებას ბაზრის, მე ვფიქრობ და ეს ალბათ საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი დამეთანხმება იმაში, რომ ძალიან შორსაა საქართველოს ბაზარი თვითონ სრულყოფილი კონკურენციისგან. დაუშვათ იგივე ძალიან არა მარტო ბენზინზე აქვს საუბარი და ვთქვათ არა იგივე გახმაურებულ თემებზე, ძალიან ხშირად არის შემთხვევები, როდესაც ვთქვათ მსოფლიო ბაზარზე შაქარი ღირს სიტყვაზე ჯერ უფრო იაფი ვიდრე ქვეყნის შინ არ შეიძლება ანუ თქვათ 50 თეთრი ღირდეს თქვათ იგივე უკრაინაში შაქარი და საქართველოში ის ღირდეს ლარნახევარი. ასეთი ამარი წარმოუდგენელი, იმიტომ ნებისმიერი გონება გახსნილი ადამიანი რომელსაც ელემენტარული ალღო აქვს ბიზნესის და ასეთი ძალიან ბევრია საქართველოში, მარტივად მიხვდება იმას, რომ საჭიროა შაქრის ყიდვა უკრაინაში, ჩამოტანა აქვს მისი გაყიდვა და ამით მოგების მიღება. სამისად ეს ბაზარზე იწვევს საქართველოს ბაზარზე მიწოდების ზრდას და ფასის ავტომატურ ვარდნას. ერთადერთი რამ ამ ბოლო დროის განმავლობაში რაც ძალიან გვეხერხება ქართველებს ეს პროდუქციის იმპორტირება კარგად მოიხსენება და თუ აქაც გარკვეული მონოპოლიური ძალაუფლების მქონე ფირმები არსებობენ, აქ არსებობს აბსოლუტურად საფუძვლიანი ეჭვი იმისა, რომ ეს მონოპოლიები არის შექმნილი ხელოვნურად. ანუ არსებობს შემთხვევა ბაზარზე როცა მონოპოლია ყალიბდება ბუნებრივად, ანუ მას სახელმწიფო თუ შეიძლება ითქვას ხელშეწყობის გარეშე აქვს მონოპოლიური ძალაუფლება და არის შემთხვევა როდესაც სახელმწიფოს უშუალო მხარდამჭერით იქნება მონოპოლიები. ანუ ჩვენ დროთა განმავლობაში შემდეგში ბატონ რამაზი შეერთება საუბარში და განმარტავთ თუ რა განსხვავება ამ მონოპოლიებს შორის და როგორ შეიძლება ბაზრის დაცვა მსგავსი სახის მონოპოლიებისგან. დიახ, მადლობთ.
ბატონო რამაზ თქვენ თან გადმოვალ შემდეგი შეკითხოთ. აი ბატონო მათე მახსენა კონკურენცია და საერთოდ ქვეყანაში სრულყოფილი საბაზრო ეკონომიკა რომ ჩამოყალიბდეს, ამისათვის მნიშვნელოვანი არის კონკურენციის დაცვა და ხელშეწყობა. მე მაინტერესებს, რამდენად მიმდინარეობს საქართველოში ჯანსაღი კონკურენციისადმი ხელშეწყობა და იდგმება თუ არა ამ მიმართულებით პერსპექტიული ნაბიჯები. საინტერესო შეკითხვა, მივესალმები ჩვენს რადიოს მსმენელს, მივესალმები ჩვენს მაყურებელს. Საკვირველია ბატონო მათემ წეღანი საუბრა თუ რა სახით არის მონოპოლიები წარმოდგენილი მათ შორის საქართველოს ბაზარზე. მოგეხსენებათ რომ თუ არსებობს მონოპოლიები, ეს ავტომატურად გამორიცხავს უკვე კონკურენციას თავისთავად. ჩვენ თავში ვახსენეთ დღევანდელი ჩვენი გადაცემის თემა, როდესაც იყო საუბარი ვაჭრობის და კონკურენციის ხელშეწყობაზე. კონკურენციის ხელშეწყობა გაცილებით უფრო ფართე პოლიტიკაა, ვიდრე მარტო ანტიმონოპოლიური რეგულირება. კონკურენციის ხელშეწყობა და კონკურენციის არსებობა თავისთავად გამორიცხავს უკვე მონოპოლიებს. დიახ, საქართველოს ბაზარზე არის დარგები, სადაც რასაკვირველია მონოპოლიური ნიშნები იკვეთება, ეს უფრო სწორად არის ოლიგოპოლიური, ესე ვთქვათ, ბაზრები, თუმცა არის სფეროები, სადაც არის პერსპექტივა იმისა, რომ კონკურენცია იყოს მაღალ დონეზე და შესაბამისად კონკურენცია განვითარდეს და ამით ესე ვთქვათ, უპირველეს ყოვლისა ხელი შეუწყოთ საბაზრო ეკონომიკის განვითარებას და ხელი შეუწყოთ ეკონომიკურ თავისუფლებას. მოგეხსენებათ, რომ მაღალი კონკურენცია ეს უპირველეს ყოვლისა მიდის არჩევნამდე, ანუ არჩევანის თავისუფლებას ნიშნავს, შესაბამისად არჩევანის თავისუფლება უპირველეს ყოვლისა განსაზღვრავს ეკონომიკურ თავისუფლებას და აქედან გამომდინარე ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია რომ მოხდეს მუშაობა. რა საკვირველია ამისთვის შესაბამისი მექანიზმები უნდა არსებობდეს, უპირველეს ყოვლისა ეს არ შეიძლება თავისთავად ბუნებრივი პროცესით განხორციელდეს, მით უმეტეს, როდესაც ქვეყანა არ არის ესე ვთქვათ, ცალკე განყენებული ერთეული, მიმდინარე ესე ვთქვათ, სოფლიო ვითარებაში, მოგეხსენებათ, რომ სხვა ვითარებაა ღია ეკონომიკაა, შესაბამისად ღია ეკონომიკის პირობებში ამაში აბსოლუტურად თანაჩართული უნდა იყოს ამ შემთხვევაში სახელმწიფო, ოღონდ სახელმწიფო მხოლოდ და მხოლოდ უნდა იყოს თანაჩართული კონკურენციის ხელშეწყობის ხრივ. ანუ მან უნდა შექმნას ეკონომიკური თავისუფლება, რაც უზრუნველყოფს უპირველეს ყოვლისა შესაბამისად კონკურენციის უზრუნველყოფას და რასაკვირველია ეს უკვე ხელს უწყობს ვაჭრობას. ამ შემთხვევაში უკვე გაცილებით კიდევ განმეორდები, გაცილებით ფართე ცნება ამ შემთხვევაში თვითონ კონკურენციის დაცვა და მასში შედის უკვე ანტიმონოპოლიური რეგულირება ასეთი შემთხვევაში თუ არსებობს. თუმცა ყველაზე უმთავრესი ამ შემთხვევაში ანტიმონოპოლიური რეგულირება თავის სიტყვა გვეუბნება თვითონ ძალიან არ მიყვარს ეს სიტყვა, მაგრამ სამწუხაროდ მოგვიწევს ამის ხსენება ანტი თვითონ არ მომწონს, იმიტომ რომ ეს უკვე ნიშნავს რაღაცის საწინააღმდეგოა, რაღაც ადმინისტრაციული მექანიზმებითა სადამსჯელო ფუნქციებს გულისხმობს, ხოლო კონკურენციის ხელშეწყობა აბსოლუტურად ნიშნავს ნიადაგის შემზადებას კონკურენციისთვის, ასე რომ ეს გაცილებით ეფექტიანია ვიდრე ამ შემთხვევაში ანტიმონოპოლიური რეგულირება. თუმცა ანტიმონოპოლიური რეგულირებას ხაზი მინდა გაუსვა, ვერ წაუვალთ თუ ამის საჭიროება აუცილებლად გამოიკვეთება იმ შემთხვევაში. და ამისთვის რაც თავარია, საჭიროა შესაბამისი ეფექტიანი მექანიზმები, ეფექტიანი სამსახური და რაც თავარია პოლიტიკური ნება. დიახ, მადლობთ. ზარია ჩვენს ეთერში. გისმენთ, მოგესალმებით. გამარჯობა. შეკითხვა მოხდა ბატონ მათესთან. დიახ, ბატონო მათე შეიძლება თუ არა ითქვას რომ აი ეს რაც თქვენ ხაზი გაუშვით მონოპოლიზმს, უაზრო მონოპოლიზმს და ველურ მონოპოლიზმს, რომელიც უპირობელი უნდა იყოს 21 საუკუნის ცივილიზებული და დემოკრატიული სახელმწიფოს. ითქვას თუ არა რომ ჩვენ ვართ სინგაპურის სინდრომის ქვეშ. იმიტომ რომ სინგაპურიც ასეთი მონოპოლიური სახელმწიფო არის, სახელმწიფოს დონეზე ყველაფერი მონოპოლიზირებულია პრაქტიკულად. და აქედან გამომდინარე, როგორ შეიძლება ახსნათ ის თუ არა ველური ფეოდალიზმი, რასაც სააკაშვილი უარყოფს, რომ დღესდღეობით საქართველოს მოსახლეობა არის ამისანა მწვავე ფინანსურ მდგომარეობაში და ამისანა სოციალური კრიზისის დროს მაქსიმალურად ცდილობენ რომ გააწყალონ მოსახლეობის უმრავლესობა, იმიტომ რომ ის მოქალაქეთა 10 ნაწილი, რომელიც ხელისუფლებაშია მოქცეული და ამოფარებულია სახელმწიფოს და საერთაშორისო გრანტებს, მათთვის რა თქმა უნდა ნაკლებად მნიშვნელოვანია თუ რამდენად აიწევს ფასი ან შაქარზე ან ბენზინზე ან ასე შემდეგ. რასთან აქვს კავშირი სინგაპურის სინდრომთან, მონოპოლიასთან დაკავშირებით თუ რა ხდება? სად არის ამერიკა, სად იყურება ახლა შეერთებული შტატები, როდესაც ეს პატარა სახელმწიფო აი ამისთანაც მდგომარეობაში არის 21 საუკუნეში და ქრისტიანული მოტივით და სარწმუნოების სულისკვეთების იდეოლოგიის ხელისუფლება. გმადლობთ ზარისთვის, გმადლობთ. დიახ, ბატონო მათე, თუ შეიძლება რომ აბსოლუტურად სწორი იყო ის მე თვითონ სმენელისა
აზრი მე გავიგე დაახლოებით თუ როგორი მიდგომა აქვს მას მე თავიდანაც ვთქვი რომ მონოპოლიის არსებობა არასასურველია ერთადერთი რაღაცის გამო როდესაც არსებობს ბაზარზე მონოპოლია ის აწესებს პროდუქციაზე ისეთ ფასს რომელიც არის კონკურენტულ ფასზე მაღალი ანუ კიდევ ერთხელ გავიმეორებ თუ დაუშვათ შაქარს კონკურენტული ბაზის პირობებში მყიდველი იყიდა 50 თეთრად მონოპოლიური ძალაუფლების მქონე ფირმის მიერ შაქრის მიწოდების შემთხვევაში მას ყიდულობს 80 თეთრად ეს 20 თეთრი ნამატი ამ შემთხვევაში ნიშნავს რომ უშუალოდ არის მონოპოლიის არასასურველობის გამო ჯიბიდან ამოღებული თანხა მოსახლეობიდან რაც შეეხება თვითონ ჩვენს სახელმწიფოს მართლაც არსებობს ადამიანთა კატეგორია რომელიც თქვა სახელმწიფოს არის ამომფარებული ბიუჯეტს არის ამომფარებული ასევე ადამიანთა კატეგორია რომელიც საერთაშორისო გრანტებს არის ამომფარებული რა თქმა უნდა არის ასეთი კატეგორიის ადამიანები ჩვენს ქვეყანაში და მათთვის ალბათ შედარებით ნაკლებად საინტერესოა თქვათ ის რაც ბაზარზე ხდება მაგრამ საზოგადოებისთვის ეს არის მნიშვნელოვანი და ძალიან არასასურველი რაც შეეხება თვითონ მონოპოლიის რეგულირებას თვითონ რეგულირება ცნება ბატონმა რამაზმა რაც თქვა ჯერ უნდა განმარტო თვითონ მონოპოლიას რა ქმნის ანუ სანამ მონოპოლიის რეგულირებას და მის დაშლაზე ვისაუბრებდეთ ხო უნდა ვიცოდეთ მონოპოლიის შექმნის მიზეზი რა არის თუ სახელმწიფო აქ ერთგვარ აბსურდამდე მივდივარ და მე ეს მინდა აქვე განმარტო თუ სახელმწიფო არის თვითონ ხელისშემწყობი თავარი მიზეზი მონოპოლიის შექმნისა სახელმწიფო ვერ შექმნის ანტიმონოპოლიურ სამსახურს და თუ ქმნის ავტომატურად მე კითხოს მინდა უპასუხო ქმნის ადამიანთა ჯგუფს რომელიც ასევე სახელმწიფო ბიუჯეტს უნდა ამოეფაროს ბჭყალებში გამიგეთ ხო ანუ დაუშვათ სახელმწიფო თვითონ არის ინიციატორი შექმნას მონოპოლიური ძალაუფლების მქონე ფირმა თვითონ აფარებს მათ ხელს და წინააღმდეგ შემთხვევაში ის რომ მას არ აკეთებდეს მონოპოლია ბაზარზე ვერ იარსებებს უბრალოდ და ქმნის ავტომატურად თვითონ პარალელურად ანტიმონოპოლიურ რეგულირების სამსახურს რომელიც ბიუჯეტიდან უნდა დაფინანსდეს, ხადია, ხო? ანუ აქ ერთგვარ აბსოლუტურ აბსურდთან გვაქვს საქმე. გარდა ამისა, მე კიდე მინდა გავმარტო თვითონ კონკურენცია რატო არის სასურველი, ანუ ჩვენი გადაცემის თავარი თემა. კონკურენცია არის პრინციპში თვითმიზანი, ხო? უნდა იყოს ბაზარზე კონკურენცია, რატომ? კონკურენცია არის პროგრესის მთავარი მამოძრავებელი, ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ფაქტორი. მაგალითად, იგი საბჭოთა კავშირის დროს, როდესაც თქვათ, კონკურენცია ნაკლებად მნიშვნელოვანი იყო ფირმებისთვის, აი ამ კონკურენციის ნაკლებად მნიშვნელოვანმა ფაქტორმა, ხო, ნაკლებად მნიშვნელოვანი რო იყო, ამან განაპირობა, რომ ჩამოაჩვენეს საბჭოთა კავშირის ფირმები ტექნოლოგიურად. ანუ თქვათ, საბჭოთა კავშირში მოღვაწე ფირმები გადიოდნენ წინასწარ უზრუნველყოფილ ბაზარზე, თავის წინასწარ ფიქსირებული ფასით ჩამოაჩვენეს ტექნოლოგიურად, როგორც საბჭოთა კავშირი დაიშალა. აბსოლუტური ჯართი გახდა პრაქტიკულად საწარმოო უმრავლესობა. ტექნოლოგიური ჩამორჩენის განმავლობაში. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩვენი გადაცემის თემა არის კონკურენციის მნიშვნელოვან ფაქტორად წამოწევა, ანუ რატო არის მნიშვნელოვანი კონკურენცია, ამის განმარტება და შემდეგ როგორ უნდა მოხდეს მისი რეგულირება. ბატონო რამაზ თქვენ თუ დამატებდით ამ საკითხს ბატონო ჩავერთები ნამდვილად საინტერესო შეკითხვა იყო დასმის მენელის მიერ და შესაბამისად როცა იყო საუბარი იქ მე ერთი ძალიან ესეთი მომენტს მივაქცევ ყურადღებას როცა მან ბრძანა რომ საზოგადოება არის ძალიან ფინანსურ სიდუხჭირეში. გარკვეულწილად საზოგადოება რომ ფინანსურ სიდუხჭირეშია სწორედ უამრავ სფეროში მონოპოლიის გამოა, იმიტომ რომ როდესაც რიგი ფირმები ფლობენ მონოპოლიას თუნდაც ოლიგოპოლიური სისტემით, ისინი ძირითადად ესე ვთქვათ ფინანსური ესე ვთქვათ წყაროები ხდებიან, მათ შორის სხვადასხვა დანაზოგების შექმნის და სხვადასხვა ესე ვთქვათ ფინანსური აქტივების კუთხით. თუ ბაზრები იქნება თავისუფალი, თუ იქნება კონკურენცია, ამ შემთხვევაში ეს პირველი პირობაა, რომ დიფერენცირებული იქნება თუნდაც დანაზოგების შეგროვების ესე ვთქვათ სხვადასხვა სფერო. თუ დანაზოგების შეგროვების სფერო იქნება დიფერენცირებული, ამ შემთხვევაში რაც საკვირველია საზოგადოებას აქ უკვე სახსრები მას ნიშნავს და ამავდროულად ის დიფერენცირებული დანაზოგისთვის შესაბამისი რეალური ინვესტირების სფეროც არსებობს. მნიშვნელოვანი ამიტომ ახლა ყურადღება შემიძლია ამ შემთხვევაში გავამახვილოთ, თუნდაც ერთ-ერთი სფერო ავიღოთ კომუნიკაციების სფერო, მობილური ოპერატორების ესე ვთქვათ სფერო, სადაც მაგალითად სამი ძირითადი სუბიექტი არის დღევანდელ ბაზარზე წარმოდგენილი, შესაბამისად ამ სამიდან ორს მნიშვნელოვანი წილი უკადია, უდიდესი წილი და მესამეს გაცილებით ნაკლები, ეს არის საუბარი ბილაინზე, ჯეოსელზე და მაქტიზე, ჯეოსელს და მაქტის თლიანი ესე ვთქვათ წილი უკავიათ.
ვერ დამარწმუნეს იმაში, რომ ეს ბაზარი არ არის ამ შემთხვევაში ოლიგოპოლიური მონოპოლიის ქვეშ. იმიტომ რომ, როდესაც მხოლოდ ორს უკავია უდიდესი წილი, ამ შემთხვევაში რასაკვირველია ოლიგოპოლიასთან გვაქვს საქმე და შესაბამისად ის არ არის ნორმალურ დონეზე წარმოდგენილი. ამ შემთხვევაში კონკურენცია და ბაზარში შესვლა და ასე შემდეგ არ არის თავისუფალი. წინამძღ შემთხვევაში არ შეიძლება, რომ თუნდაც ამდენი ხნის შემდეგ ესეთი იყოს ტარიფი, როდესაც მთელი ქსელი სისტემებისა დაფარვისა ის უმნიშვნელოვანესი ხარჯები, რომლებიც მართლად ძვირიჯდება, მარტო აქ საუბარზე არ არის და სასაუბრო დროზე და ის გადამცემები და ასე შემდეგ რეგიონებში ყველა ეს ქსელი უკვე გამართულია. ამის შემდგომ რასაკვირველია შესაძლებელი იქნებოდა ამ ასე ვთქვათ შესაბამის კომპანიებს დაეწიათ ტარიფი თუნდაც სასაუბრო დროზე. თუმცა ეს ვერ ხერხდება, იმიტომ რომ საკვირველია ფირმა ამას თავისით ვერ არ ისურვებს, იმიტომ რომ მოგება მას უდიდესი აქვს და ამ შემთხვევაში სახელმწიფოც მასთან არის ესე ვთქვათ კავშირში. არც სახელმწიფოს არ აქვს სურვილი, იმიტომ რომ მან ზუსტად იცის ამ შემთხვევაში მონოპოლიური მოგებიდან მას გაცილებით მეტი შემოსდის, ვიდრე დიფერენცირებული მოგებიდან, როდესაც იქნება სიტყვაზე ვთქვათ 5-6 კომპანია, რასაკვირველია თითოეულის მოგება ამ შემთხვევაში კონკურენციის პირობებში ცირდება, თუმცა საერთო ჯამში ეს აუცილებლად ეკონომიკურ წინსვლას შეუწყობს ხელს, თუნდაც იმ დანაზოგების დიფერენცირების თვალსაზრისით, დასაქმების თვალსაზრისით, კონკურენციის თვალსაზრისით. ანუ მას ურჩევნია თუნდაც მონოპოლიური როგორ მოგება კონდეს ერთ ან ორ ფირმას მეტი, სხვა არაფერზე არ ვისაუბრო, რომ იქ პირად ესე ვთქვათ ანგარებაზე და იმაზე, უბრალოდ ურჩევნია იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში შესაბამისი მოგების ნორმა მეტი მივიდეს მასთან. მადლობთ. ზარია ესაა ჩვენს ეთერში. გისმენთ? დიახ, გისმენთ. გამარჯობა. ძალიან მაინტერესებს უცხოური წარმოების პროდუქტების შემოტანილი. ეს განვითარებად ქვეყნებში რომ შემოდის და ჩვენც მას მივეკუთვნებით. ეს ამ პროდუქტებს თავიანთ ქვეყნებში მიირთმევენ და მოიხმარებენ თვითონაც თუ მარტო ჩვენ გვიგზავნიან. ჩვენ ხომ ვიცით რომ ეს გენმოდიფიცირებული და საშიში პროდუქტებია. ეს წაიკითხეთ ეტიკეტებზე რები აწერია მთელი მენდელეევის სისტემაში ქიმიური მავნებელი ნივთიერებებია შეტანილი, რომელიც ჯანმრთელ ორგანიზმს ანგრევს პირდაპირ. მაგალითად ცნობილია, რომ ეს ცოტა ისეთი გადახროვაცავით პამიდორში შეტანილია ისა ღორის გენი და რაღაც უბედურებებია და ეს ამ პროდუქტებს თვითონ მოიხმარენ და მიირთმევენ თუ მარტო ჩვენ საცდელ იმეს ბაჭიებივით ჩვენ გვიგზავნიან. გასაგებია, გმადლობ, ძალიან საინტერესო შეკითხვა იყო. ბატონებო, გავცეთ პასუხი. საკითხი წამოჭრა ქალბატონმა, ჩვენმა მსმენელმა. ეს უშუალოდ ამ შემთხვევაში ეხება მომხმარებელთა უფლებების დაცვას, ბაზრის დაცვას, რომელზეც ვაპირებდით აუცილებლად საუბარს და რასაკვირველია, მკითხვა ახლა დროზე ადრე მოგვიწია ამის ახსნა. რაც შეეხება იმას, თავიანთ ქვეყნებში უბრალოდ თვითონ მიირთმევენ თუ არა, მე უშუალოდ ვერ გეტყვით, წარმოებელი უშუალოდ თვითონ მიირთმევს თუ არა, არის თითქმის ყველა ქვეყანაში არის კატეგორია ფენა, ის დაბალი საზოგადოებრივი, უბრალოდ დაბალი მსყიდველობით უნარის მქონე, რომელიც გარკვეულ პროდუქტებს ღებულობს და რეპროდუქტებს, უხარისხო პროდუქტებს ამ შემთხვევაში, რომლის კვებითი ღირებულება და შესაბამისი მახასიათებელი არის ყველაზე დაბალი, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ მათი მსყიდველობით უნარი არის ამ შემთხვევაში სხვა ადამიანების მიმართ ჩამორჩი. რაც შეეხება ჩვენს ბაზარს, არის კიდო როგორც იტყვიან მესამე კატეგორიის ქვეყნები, ჩვენი ბაზრის გარდა კიდო სხვა ბაზრებზე შედის ეს პროდუქცია და შესაბამისად ეს ძალიან სამწუხაროა და ამ შემთხვევაში ამას უშუალოდ უნდა არეგულირებდეს მომხმარებელთა უფლებების დამცველი შესაბამისი მექანიზმი, შესაბამისი სტრუქტურა, სხვაგვარად წარმოუდგენელია, ჩვენ ვერავის ვერ დაუშვით ამ შემთხვევაში სიტყვაზე ვთქვათ, თუნდაც ის არ შემოიტანოს ან შემოიტანოს თუ არა ეს თავისუფალი საბაზრო პრინციპიდან გამომდინარე ესეთი სახის პროდუქცია უნდა შემოდიოდეს, მაგრამ აქვე დავძენ რომ შემოდის ესეთი სახის პროდუქცია, აუცილებლად მომხმარებელი უნდა იყოს ინფორმირებული, აუცილებლად შესაბამის ესე ვთქვათ კონტროლით უნდა ხორციელდებოდეს, მასე არის თუ არა მავნე წინა გადაცემაში ბატონი მათე საუბრობდა რომ ერთია ის არის დარე პროდუქტი, კვებითი ღირებულებით დაბალი, ხოლო მეორეა რამდენად უსაფრთხოა ის ჯანმრთელობისთვის და მე აბსოლუტურად ამ შემთხვევაში მსმენელს ვეთანხმები იმაში რომ როცა საუბარი გენმოდიფიცირებულ პამიდორზე, კამბალას ესე ვთქვათ რაღაც გენზე გამოყვანილი
ჯიშის თევზეულზე, შესაბამის რიგ შემთხვევაში ქათმის ხორცზე და ასე შემდეგ. ამ შემთხვევაშიც გარკვეულწილად ეს უშუალოდ წარმოების მონოპოლიასთან ვერ მიგვიყვანს, მაგრამ აბსოლუტურად ბაზრის სეგმენტის დაკავების მონოპოლიზება ნამდვილად არის და აქაც პირდაპირ ანგარებას აქვს ამ შემთხვევაში ადგილი ლობები, რომლებიც აბსოლუტურად აქედან ღებულობენ შემოსავალს, იმათ არ აინტერესებთ ადგილობრივ ბაზარზე შესაბამისი კონკურენცია, გარჩევითობა უხარისხო და მდარე პროდუქტს შორის, გარჩევითობა ხარისხიანს და მდარე პროდუქტს შორის და აქედან გამომდინარე ზუსტად იქნება ის ქაოსი, შესაბამისად ეს ჯაჭურად, როდესაც მოსახლეობის ყიდველობითი უნარი ძალიან მწირია, ამ შემთხვევაში რასაკვირველია, პირველი ესე ვთქვათ ეტაპი, როდესაც მოსახლეობას ყიდველობითი უნარი დაბალი აქვს და არის ორი საქონელი წარმოდგენილი ბაზარზე, ერთი მდარე ხარისხის, უხარისხო, ხოლო მეორე ხარისხიანი, თუნდაც ადგილობრივი წარმოების და ამ შემთხვევაში არა არჩევანს კი არ აკეთებს, ის იძულებული ხდება თავის ესე ვთქვათ შესაძლებლობიდან გამომდინარე მომხმარებელმა შეიძინოს უშუალოდ უხარისხო პროდუქცია. როგორც კი ეს ერთი ციკლი ჩაივლის, რასაკვირველია ხარისხიანი არ იყიდება, ან იგივე ფასად, თუ იგივე ფასად ყიდი ხარისხიანს, მაშინ ხარისხიანის დანახარჯები გაცილებით მეტია და სამომავლოდ უკვე იმას იწევს, რომ ვინაიდან ხარისხიანზე ანალოგიური მოთხოვნა, ანალოგიური გადახდის უნარიანი მოთხოვნა, ამ შემთხვევაში იწევს, რომ ხარისხიანი ძევდება ბაზრიდან და მით უფრო მეტად იკავებს უხარისხო პროდუქცია, ამ შემთხვევაში საუბარი არის იმ იმპორტირებულ პროდუქციაზე, რომლის კვებითი ღირებულებას და ხარისხით ძალიან ესე ვთქვათ საეჭვოა. არ არსებობს შესაბამის სამსახური, რომელიც ამას გააკონტროლებს, არ არსებობს ორგანო, რომელიც ესე ვთქვათ მომხმარებელთა უფლებებს დაიცავს. არსებობს კანონი, ანუ აბსურდამდე მივდივართ, არსებობს კანონი დაუშვათ მომხმარებელთა დაცვის შესახებ, მაგრამ არ არსებობს ორგანო, რომელიც იქნება პასუხისმგებლობი ამ კანონის ესე გატარებაზე, მომხმარებელთა დაცვაზე და ასე შემდეგ. რასაკვირველია, ამას სჭირდება უპირველეს ყოვლისა, როგორც თავიდან ვახსენეთ, იმიტომაც ვთქვი, რომ უპირველეს ყოვლისა საჭიროა ნება, სახელმწიფო ნება. პოლიტიკური ნება თუ იქნება, ამ შემთხვევაში რეალური სტრუქტურა შეიქმნება და არა სტრუქტურა, რომელმაც უნდა აკონტროლოს ის სფერო, საუბარი არის შესაბამის სააგენტოზე, რომელიც თითქოს ანტიმონოპოლიურ რეგულირებას მოახდენს და თუნდაც კონკურენციის ხელშეწყობას, ის სფერო, რომელიც რეალურად უნდა აკონტროლებს აღმასრულებელ სისტემას და ამ დროს ინიშნება აღმასრულებიდან, არის აღმასრულების დაქვემდებარებაში ასე შემდეგ. ანუ ეს ვერ იქნება რეალური სტრუქტურა, შესაბამისად მისი ლეგიტიმაციის მექანიზმიც არის ძალიან ბუნდოვანი და მისი სანდოობაც ამ შემთხვევაში არის ძალიან ესე ვთქვათ დაბალი დონის. ამიტომაც არის რეალური სტრუქტურა არსებობს და შესაბამისად ის ვითარება რაც გვაქვს ბაზარზე. იბატონო, სპენდელის თვითონ რეაქცია იყო აბსოლუტურად ლოგიკური. ანუ ჩვენს ბაზარზე იყიდება იმპორტირებული პროდუქცია, რომელიც ახლა მე შორს ვარ იმას ესგანო თვითონ იმ ქვეყნიდან საიდანაც მისი ექსპორტირება მან არ მიირთმევა. რა თქმა უნდა, ასე არ არის, მაგრამ თვითონ ინფორმაციის თვალსაზრისით ჩვენი საზოგადოება არის ამ შემთხვევაში აბსოლუტურად ინფორმაციას მოგლებული. ანუ თქვათ მე მაქვს ნანახი დაუშვათ იგივე YouTube-ზე, თქვათ ინტერნეტის საშუალებით თქვენ შეგიძლიათ ნახოთ როგორ მწიფდება 2-3 დღეში პომიდორი დაუშვათ თურქეთში. ანუ თქვათ არის რაღაცა აუზი, რომელიც სავსე არის თქვათ წითელი სითხით, არ ვიცი ხა იქ რა ქიმიური შემადგენლობა შეგნით, მოაქვთ პომიდორი მთლიანად ნერგი, დებენ შეგნით და ნუ პომიდორი მწიფდება. მწიფდება ბრჭყალებში, ანუ წითლდება ასე თქვათ და ეს პომიდორი შემდეგში ხვდება ჩვენს ბაზარზე. და ეს პომიდორი დაუშვათ გარეგნულად თქვენ რო შეხედოთ, არაფერი არ განსხვავდება თქვათ სანდრედიაში მოყვანილი პომიდორისგან, რომელიც შეიძლება ხო, პრინციპში შეიძლება ხო უკეთესადაც გამოიყურებოდეს, იმიტომ რომ იქ სპეციალურად დამუშავებული და შემდეგ. ამიტომ თვითონ ეს პროდუქცია არანაირი მექანიზმი რომ ეს ორი საქონელი თქვათ თურქეთში აუზებში მოყვანილი რაღაც გაუგებარი ქიმიური შემადგენლობის მქონე სითხით მოყვანილი პომიდორი გავარჩიოთ თქვათ სანტრედიაში მოყვანილი პომიდორისგან რომელიც მოიყვანა ლეხმა ნორმალურ პირობებში არ არსებობს. გამიგეთ ხო, ანუ შესაბამისად ამ ხრივ სახელმწიფო ვალდებულია უბრალოდ ან საზოგადოების ინფორმირება მოახდინოს, ან ისეთი პოლიტიკა შეიმუშაოს, რომ საზოგადოება იცოდეს რას ყიდულობს. ეხლა თქვათ არის პროდუქცია, რომელიც შეფუთულია რაღაცნაირად და შეიძლება მთელი თუ არა ნახევარმენდელერის სისტემა მართლაც ეწეროს მან, ხო, მაგრამ საზოგადოების უმრავლესობა პრინციპში იქაც ვერ ერკვევა, ხო, მივხვდით, ხო, ანუ შესაბამისად ინფორმაციის კუთხით საზოგადოება არის ამ შემთხვევაში ძალიან ცუდ მდგომარეობაში და ჩვენ რა პროდუქციით ვიკავებით იმპორტირებულ პროდუქციით მართლა შემთხვევაში არც კი ვიცით. ეს არის ჩვენი უბედურება და ამ მიმართულებით სახელმწიფო ვალდებულია გააქტიურდეს. სულაშორის ხშირად მოყავთ ხოლმე ჩვენს
ოპონენტებს მაგალითად რომ ჩვენ როგორ უნდა აგზელოთ დავუშვათ ვთქვათ მოცემული თურქული პომიდორის იმპორტირება, როცა ჩვენ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრები ვართ. ეს არის უბრალოდ უცოდინართა და უგუნურთა პასუხი აი ამ მოცემულობაზე. რატომ? იმიტომ რომ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია არავითარ შემთხვევაში არ გეუბნება შენ რომ ვთქვათ მსგავსი ტიპის პროდუქციის აკრძალვა არ შეგიძლია მოახდინო. რა თქმა უნდა შეგიძლია. პირიქით უფრო მეცაც ამბობს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია. თუ რაიმე პროდუქცია შენს ქვეყნის შიგნით წარმოებაზე ახდენს გავლენას, ანუ ემუქრება დარგს განადგურებით, ასე შემთხვევაში პირდაპირ შეგიძლია აკრძალო მისი იმპორტი. მაგრამ სახელმწიფო არის ძალიან სუსტი. ამ მიმართულებით ჩვენი სახელმწიფო საქართველო. და ანუ ირღვევა ადამიანთა უფლებებით სამხრეთ. უფლებიც ირღვევა და არა მარტო უფლებები, ანუ მომხმარებლის უფლებები, დიახ. ანუ ჯანმრთელობასთან გვაქვს საქმე ყველაზე მთავართან და სამწუხაროა ასეთი ფაქტები რომ არის. ახლა ბატონებო უშუალოდ ანტიმონოპოლიური რეგულირებაზე ვისაუბრეთ წინაზე და უფრო მეტად რომ გავშალოთ, როგორია ანტიმონოპოლიური რეგულირების პერსპექტივები. როგორ უნდა იყოს და მდგრადი განათლების სისტემაში რა როლი უჭირავს საერთოდ ანტიმონოპოლიურ რეგულირებას. მოგეხსენებათ რომ როდესაც განსაკუთრებით მაშინ როდესაც სახელმწიფო არის გარდამავალ ეტაპზე მოცემული მექანიზმი საჭიროა და აუცილებელიც. გარდა იმისა თუ მსოფლიო პრაქტიკას ვეუბნებით, ვერავინ ვერ დამისახენებს განვითარებულ ქვეყანას, სადაც შესაბამისი სამსახური, რეალური სამსახური არ არსებობს და ის არ ახდენს, ესე ვთქვათ, თავისი ბაზრის დაცვას, კონკურენციის ხელშეწყობას და ანტიმონოპოლიურ, ესე ვთქვათ, რეგულირებას. ანუ ეს აუცილებელია, მაგრამ რა საკვირველია იმ სახით, რაც მე კარგად მესმის ძველი მეწარმეების იმ ვაჭრობის სფეროში დასაქმებული ადამიანების, რომლებიც ავაცახსენებელ ეპოქაში, რომელსაც ხშირად ამბობენ შავარდნაძისეული ეპოქა თუ რა ვიცი რას ეძახიან. მე კარგად მესმის, რომ იმათთვის ზოგი მათგანი, როდესაც გებულობს, რომ ანტიმონოპოლიური სამსახური, ალბათ დღესაც ესე ვთქვათ, თმები ყალყზე უდგება, იმიტომ რომ აბსოლუტურად ანომალიური ტიპის, ესე ვთქვათ, წარმონაქმნი იყო, რომელიც შედიოდა უბრალოდ ჯიხურში, სიტყვაზე ვთქვათ, იმიტომ რომ რაღაც სანიტარული სამსახური იყო მასთან შეერთებული და გაურკვევლობა იყო, ესე ერთი სიტყვით, ძალიან დიდი. ანუ ამ სახით რა საკვირველია არ უნდა არსებობდეს, მან უნდა არსებობდეს რეალური საერთოდ თუ ვიტყვით ანტიმონოპოლიურ რეგულირებას, ეს ფაქტურად ნიშნავს, რომ მიკროდონეზე ამ შემთხვევაში, მიკროსფეროში არაფერი არ ესაქმება ანტიმონოპოლიურ სამსახურს. მის ფარგლებს მიღმა, ანუ მის კომპეტენციის მიღმა. მიკროდონეზე უნდა იყოს კონკურენციის უშუალო ხელშეწყობა. რა საკვირველია, არა მარტო ჯიხურთან, მიკროდონეზე, რაც თუ ბაზარი არის დიფერენცირებული, გადანაწილებულია წლები, ანტიმონოპოლიურ სამსახურის როლი ჩემთვის გაუგებარია და პირდაპირ ეწინებდება ამ შემთხვევაში თავისუფალი ეკონომიკურ თავისუფლებას და საბაზრო ეკონომიკას. მაგრამ მაკროდონეზე აუცილებელია ესეთი სამსახური არსებობა. სასურველია მონოპოლიები არ იყოს, მაგრამ თუ ესეთი სამსახური არსებობს და ის იქნება რეალური ფუნქციებით აღჭურვილი, ამ შემთხვევაში რასაკვირველია შედეგს გამოიღებს. და რას გულისხმობ რეალურ, ესე ვთქვათ, ფუნქციებში. უპირველეს ყოვლისა რეალური ფუნქცია ამ შემთხვევაში ჩემი მხრიდან და ჩვენი ესეთი ორგანიზაციის მხრიდან იმაში არის გააზრებული, რომ მას უნდა ქონდეს უპირველეს ყოვლისა მაღალი სანდოობა და მაღალი ლეგიტიმაცია. წეგან როგორც თქვი, იყოს აღმასრულების დაქვემდებარებაში და ამავდროულად აღმასრულების პოლიტიკას ატარებდეს, ვინ ატარებს პოლიტიკას თუნდაც შესაბამის პროდუქციის შემოტანაზე, რეგულირებაზე, შესაბამის ესე ვთქვათ ერთეულების შექმნაზე ეკონომიკის კუთხით. ანუ შესაბამისი აღმასრულებელი ხელისუფლებიდან ერთ-ერთი სამინისტრო არის ყოველთვის ამ შეიძლება ყოველთვის გარეთ თუნდაც ჯანდაცვის სფეროში. და ამავდროულად ვიყო მათ დაქვემდებარებაში და ვაკონტროლებდე მაგათ, ეს არის აბსურდული. ამიტომაც ზუსტად გამოსავალი არის პოლიტიკურ ნებაში უპირველეს ყოვლისა. შესაბამისი სამსახური უნდა იყოს ან პარლამენტთან თანარსებული, შესაბამის საკომისიო პრინციპით შექმნილი, ან დამოუკიდებელი შესაბამისი ორგანო, რომელიც წარმომადგენლებით იქნებიან მაღალი ლეგიტიმაციით, ესე ვთქვათ, დაკომპლექტებული და ამას ხშირად უშლამ ჩვენ ხაზს, არის ამის შესაბამისი მექანიზმი, როდესაც იქნება წარმომადგენლები უმრავლესობიდან, უმცირესობიდან და ამავდროულად სამოქალაქო სექტორიდან, არ სამთავრობო სფეროდან, თუ ეს იქნება შესაბამისად დაკომპლექტებული, მაშინ იქ შიდა გარიგებები იქნება გაცილებით ნაკლები, იქნება გამჭვირვალე, ამ სამსახურის მიმართ დობაც მეტი იქნება და შესაბამისი ლეგიტიმაციაც მეტი იქნება მას და რა საკვირველია ამ შემთხვევაში მისი ფუნქციები იქნება რეალური და ის რეალურად შეასრულებს იმ ფუნქციას, რაც აქვს მას ნაკისრები და რასაც გულისხმობს თვითონ, ესე ვთქვათ, კონკურენციის ხელშეწყობის და ანტიმონოპოლიური რეგულირების ცნება თავის თავში. აი ეს არის თავარი ამ კუთხით და ამის პერსპექტივა ყოველთვის არსებობს, იმიტომ რომ მე ღამად დავწუნებული, არ არსებობს ალტერნატივა, არ არსებობდეს
ნებისმიერ შემთხვევაში, იმიტომ დემოკრატია და თავისუფლება ზუსტად ის პროცესია, როდესაც რაღაცის ესე ვთქვათ გაუმჯობესება მუდმივად შეიძლება, იმიტომ არის პროგრესირებადი პროცესი, ამიტომ საქართველოში ამის პერსპექტივები ნამდვილად არსებობს. და არა მარტო პერსპექტივა, ამის საჭიროებაც არსებობს და ჩამოვთვლით მაგალითებს, ეს არის ნავთობის ბაზარი, ეს გახლავთ კომუნიკაციების, ანუ ტელეკომუნიკაციების ესე ვთქვათ ბაზარი, შესაბამისი ესე ვთქვათ მედიკამენტების ბაზარი, საკვები პროდუქტების ბაზარი და უამრავი რამ. ახლა რაც ხდება საერთოდ მედიკამენტების ბაზარზე და შესაბამისად აქ მთელი ქსელი რო არის უკვე მონოპოლიზირებული, ესეც თავისთავად ესე ვთქვათ ყველასთვის ცხადია, წარმოებელი მედიკამენტების, შესაბამისი სავადმყოფო, ექიმი და აფთიაქი ყველა არის ერთ ქსელში მოქცეული და ტრიალებს ესე ვთქვათ მომხმარებელი ამ ქსელში. ანუ ეს არის ფაქტიურად მონოპოლიის ძალიან მძლავრი გამოვლინება. მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ ნებისმიერ ესე ვთქვათ, როგორ შეიძლება არ იყოს ეს ბაზარი იმის მაგალითად, როგორ შეიძლება არ იყოს ეს ბაზარი განვითარებული. დიახ, მადლობთ. დიახ. თვითონ პერსპექტივასაც შეეხება, სანამ აქამდე მივიდოდეთ, თქვათ იგივე ხშირად საქართველოში მე ვფიქრობ, რომ ანტიმონოპოლიური რეგულირება და სამსახური ეს არის კოპირება იმისა დაუშვათ და სურვილი, რაც ხდება დაუშვათ იგივე შტატებში, იგივე ევროპაში. თქვათ იგივე შტატებში დაუშვათ იგივე ევროპაში, მართლაც არსებობს სამსახურები და მონოპოლია მათთვის არის პირველ რიგში არასასურველი. ეს არის ხელისუფლებისთვის, ანუ პირველ რიგში რაც უნდა არსებობდეს ეს ბატონმა რამაზმაც თქვა და მეც გავიმეორე და ბევრჯერ გავიმეორე მას, საჭირო არსებობდეს სახელმწიფო ნება და უფრო მეტი სახელმწიფო სურვილი არ არსებობდნენ მონოპოლიები. თუ ეს სურვილი არ გააჩნია ხელისუფლებას, მაშინ წარმოუდგენელია ჩვენ ვისაუბროთ ისევ ხელისუფლების მიერ შექმნილ ანტიმონოპოლიურ პრაქტიკულ სამსახურზე და რეგულირებაზე. დიახ. ანუ თვითონ ეს ანტიმონოპოლიური რეგულირება საკმაოდ რთული საქმე. ანუ ეს რას ნიშნავს, რომ დაუშვათ იგივე თქვა ორი მძლავრი კომპანიის მმართველი შეიძლება შეთანხმდნენ ერთმანეთში ერთი და იგივე რაღაც მონოპოლიური ფასის დადებაზე პროდუქციაზე. ეს უკვე არის კანონის დარღვევა და ასეთი ქმედება იჯდება კანონით. ანუ მაგალითად მე თუ ვარ დაუშვათ რომელიღაც დიდი კომპანიის მმართველი ბატონი რამაზის რომელიღაც დიდი კომპანიის მმართველი და ჩვენ ერთ სეგმენტში ერთ ბაზარში მოღვაწეობთ, ჩვენ თუ თანხმდებით ერთმანეთთან რაღაც ფასზე, რომელიც მონოპოლიური ფასია, უკვე ვარღვევთ კანონს და უნდა დავისაჯოთ მეც და ამაზეც შესაბამისად უნდა დაისაჯოს. საქართველოში ასეთი ქმედებები არ ხორციელდება. არა, საქართველოში არ ხორციელდება, საქართველოში სულ სხვა პროცესია, ანუ მე ვამბობ ის თვითონ ამერიკის შეერთებულ შტატებში. კანონი ერთია, მაგრამ რეალური სურათი სხვა არის. სადია. თქვათ იგივე შტატებში რითი არის განპირობებული და თვითონ ევროპაშიც რატო არის ეს სამსახური ძლიერი. ანუ მე და რამაზე შეგვიძლია თქვა ჩვენ საჯაროდ არასდროს არ შევთანხმდებით ფასზე, შეგვიძლია რაღაც ჩამოვждეთ სიტყვაზე, ვისაუბროთ და საუბარში შევთანხმდეთ დაუშვათ რაღაც გარიგებაზე. აი ეს უნდა აღმოაჩინოს ანტიმონოპოლიური სამსახური და ამის შემდეგ ჩვენი დაზის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს უშუალოდ სასამართლო. საქართველოს რაც შეეხება, ეხლა საქართველოში მე პირადად ვერ ვხედავ სახელმწიფო ნებას და სახელმწიფო სურვილს არსებობდნენ მონოპოლიები. მეც მგონია როგორც კი სახელმწიფოს გაუჩნდება ნება, სურვილი, არ არსებობდნენ მონოპოლიები, რამოდენიმე დღეში და რამოდენიმე კვირაში იმ მონოპოლიური ძალაუფლების მქონე ფირმების ნახევარზე მეტი გახდება, რომლებიც დღეს ბაზარზე არიან. იმიტომ რომ ისინი თავისუფალი ბაზის პირობებში წარმოუდგენელია უბრალოდ არსებობდნენ. და ამის შემდეგ თუ თავისუფალ ბაზარზე სახელმწიფო ნების კაფეო ჩამოყალიბების შემდეგ კიდევ იარსებებენ ვიღაც ფირმები, რომლებიც გარკვეულ მონოპოლიურ ძალაუფლებას ფლობენ და ერთმანეთში თანხმდებიან, ამის შემდეგ შეიძლება ძალზედ გაძლიერდეს სამსახური, რომელიც მათ ასე ვთქვათ ეშმაკურ გარიგებებს ჭალებში შეიძლება ეთქვას გამოავლენს და დასჯის მას შესაბამისად სასამართლო, რომელიც იქნება დამოუკიდებელი და იქნება ასევე ცხადია ობიექტური. მადლობთ ზარია ჩვენს ეთერში, გისმენთ თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. მოგესალმებით ყველას. გამარჯობა. მეტად მნიშვნელოვანი თემა გაქვთ და მადლობას გიხდით ამისათვის. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ დღეს საქართველოში ჯანსაღი კონკურენცია არ არსებობს და ამით ყველაზე მეტად ზარალდებით ჩვენ საზოგადოება და მომხმარებლები. და მე მაინტერესებს ჩვენი სტუმრებისგან კონკრეტული გზები, რა უნდა გააკეთოს მთავრობისთვის, რომ მთავრობამ მისცეს რომ თავი დავახციოს ამ მდგომარეობას. მადლობთ ზარისთვის. მადლობთ თქვენ. საინტერესო შეკითხვა იყო ჩვენ კონკურენციაზე ზემოთ ვისაუბრეთ, მაგრამ ახლა გავცეთ ჩვენს მსმენელის პასუხი. დიახ ბატონო. კი ბატონო, მე გავცემ პასუხს, მე ნაწილობრივ სანამ ზარი იქნებოდა ვფიქრობ რომ ნაწილობრივ პასუხი ამ შეკითხვას. პირველი კონკრეტული რაც უნდა გაკეთდეს, უნდა იყოს სახელმწიფოს, კიდევ ერთხელ ვიმეორო, სახელმწიფოს ნება და მისი სურვილი არ არსებობდნენ მონოპოლიები.
ანუ შესაბამისად ამის ერთადერთი რაღაც არის კეთება არის საჭირო ბაზარზე საჭირო თავისუფლება. სახელმწიფო არ უნდა დაეხმაროს არავითარ შემთხვევაში არანაირი გავლენა არ უნდა მოახდინოს ბაზარზე. მეც მომეთ ამის შემდეგ იმ მონოპოლიური ძალაუფლების მქონე ფირმების ნახევარზე მეტი გაქრება რომლებიც დღეს არსებობენ. შესაბამისად ამოისუნთქავს ალბათ ჩვენი მომხმარებელი რომელიც ისედაც სოციალურად ძალიან ძიმე მდგომარეობაშია. საერთოდ თვითონ ეს იქ სადაც გარკვეული მონოპოლიური ძალაუფლების მქონე ფირმები არსებობენ დღეს სამწუხაროდ საქართველოში მაინც და მაინც ურტყამს იმ სუსტ ფენას საზოგადოებისა რომელსაც დღეს საქართველოში ცხოვრება ძალიან უჭირს. დაუშვათ იგივე ბატონმა რამაზმანაც ახსენეთ თქვა იგივე ბენზინზე იყო საუბარი იგივე ფარმაცევტულ ბაზარზე იგივე ჯანდაცვაზე ანუ ეს არის საკმაოდ მძიმე საზოგადოებისთვის. ამის შემდეგ მსმენელს მინდა უთხრა კიდევ ერთხელ რომ თუ კიდევ დარჩენ ეს მონოპოლიები ამის შემდეგ შეიძლება შეიქმნას მძლავრი ანტიმონოპოლიური რეგულირების სამსახური რომელსაც როგორც ბატონმა რამაზმა თქვა მიკროდონეზე არაფერი ესაქმება როგორც ამას აკეთებდა ადრე მას არაფერი არ ესაქმება ეგრეთ წოდებულ პოდკასტთან ანუ ჯიხურთან. და მას არავითარი უფლება რა თქმა უნდა არასდროს არ უნდა მიეცეს იმისა რომ პატარა მეწარმეები დააჯარიმოს და კიდევ ერთხელ ჯარიმის ასე ვთქვათ ყალებში დამწეს ამომრტმელი ორგანიზაცია სააგენტო იქნება თუ რაც იქნება ჩვენ რა თქმა უნდა არ ვჭირდება. შეკითხვით მანამდე ჩვენს მსმენელსა და მაყურებელს კიდევ ერთხელ შევახსენებ ჩვენი გადაცემის ნომრებს 2388 არის ჩვენი ეთერის ნომერი, ხოლო ასევე შეგიძლიათ Skype-ით დაკავშირება მისამართი ობიექტივი და კიდევ ერთხელ განმეორდები და ვიტყვი რომ ყოველ ხუთშაბათს 13 საათსა და 20 წუთზე მედია კავშირი ობიექტივი 1 საათიან პირდაპირ საეთერო დროს უთმობს არასამთავრობო ორგანიზაცია ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრს და ამ დროის განმავლობაში ეკონომიკური თემებს მიმოვიხილავთ. ახლა და კიდევ ერთხელ შეგახსენოთ რომ ჩვენ ვსაუბრობთ დღევანდელი ჩვენი საუბრის თემა არის ვაჭრობისა და კონკურენციის ხელისშემწყობი პოლიტიკა და ანტიმონოპოლიური რეგულირება. ახლა ბატონო რამაც რაც შეიძლება თქვენ გინდოდათ გაგეცათ პასუხი ჩვენი მსმენელისთვის და თუ შეიძლება რომ განაგრძოს დიახ. უბრალოდ კომენტარს გავაკეთე, იმიტომ რომ ბატონმა ამოწურავად ისაუბრა ამ თემაზე. პირველს ყოვლისა ხალხს გაუსვამე მას, რომ ამისთვის ერთადერთი რაც არის საჭირო არის ხელისუფლების ნება, რათა ხელიდან გაუშვას შესაბამისი სამსახური და გახადოს ის დამოუკიდებელი. დამოუკიდებლობისთვის არის მაღალი ლეგიტიმაცია საჭირო, თანაჩართულობა, გამჭვირვალობა, ხოლო გამჭვირვალობა რას მოაქვს, ამაზე უკვე მე ვისაუბრე, როგორ შეიძლება იყოს დაკომპლექტებული, აქედან იწყება ყველაფერი. რაოდენ ესე ვთქვათ იდეოლოგიური კანონმდებლობაც არ უნდა გადმოვწეროთ, გადმოვიტანოთ, იმიტომ რომ კანონები, რომლებიც ამ სფეროში არის, შესაბამის განვითარებულ ქვეყნებში, დასავლეთის ქვეყნებში არის აბსოლუტურად ძალიან მაღალ დონეზე, შეგვიძლია ნებისმიერი მათგანი ესე ვთქვათ საქართველოს მაგალითზე საქართველოს რეალობაზე შესაბამისად მოვარგოთ, იმიტომ ახალი ველოსიპედის გამოგონებას ამ კუთხით მე ვფიქრობ რა აზრი არ აქვს და ის რაც დღეს ხდება თითქოს და ილუზია რომ ამ კუთხით შესაბამის სამსახური არსებობს და ეს სამსახური ანტიმონოპოლიური ესე ვთქვათ სფეროს რეგულირებას მოახდენს. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ იმით გამოწეული რომ საჭიროა ესე ვთქვათ შესაბამის სოფლიო ეკონომიკასთან ინტეგრირება, ხოლო თუ ეს სამსახური და შესაბამისი კუთხით რეალური რაღაც თუნდაც ილუზორიული პოლიტიკა არ გექნა, ვერანაირად ვერ იქნება მან ინტეგრირებული და ხოლმე საჩვენებლად არის გაკეთებული და მისი რეალური ესე ვთქვათ ფუნქციები, მისი რეალური ქმედება ჯერჯერობით არ ჩანს. მე მესმის აბსოლუტურად ხა ბოლო დროინდელი რეფორმის შემდგომ ვიცი რომ ეტაპიზაციის თვალსაზრისით ეტაპობრივად შევა რაღაც მუხლები ესე ვთქვათ ძალაში, თუმცა მანამდე შესაძლებელი იყო რომ ეს სამსახური ყოფილიყო გაცილებით უკეთესი და მე იმედი მაქვს რომ ამ შემთხვევაში გამჭვირვალობის და ლეგიტიმაციის თვალსაზრისით რომელიც არის უპირველესი, იმიტომ რომ იქ თუ თავის ქმედებებში თავის გადაწყვეტილებებში არ იქნება შესაბამისი უწყება, შესაბამისი უწყების ბირთვი, საბჭო იქნება თუ კომისია იქნება თუ რა იქნება, მას არსებით მნიშვნელობა აქვს. თუ გადაწყვეტილებებში არ იქნება თავისუფალი, რეალურად ამ შემთხვევაში ის ვერ დაიცავს ეკონომიკურ თავისუფლებას, ის ვერ დაიცავს კონკურენციას, არათავისუფალი ორგანო მით უმეტეს ვერ დაიცავს და შესაბამისად რასაკვირველია ამ შემთხვევაში მონოპოლიურ ზოგადად წარმონაქმნებს ექნება ადგილი და ეს არც არის ამ შემთხვევაში გასაკვირი. აი ეს არის ის ძირითადი რომ უფრო ცხადი და ნათელი იყოს ჩვენ აზე გვაქვს ამ შემთხვევაში საუბარი მსმენელისთვის. მაგალითად, იგივე წლების განმავლობაში ბატონი რამაზის მიერ ხსენებული ავად სახსენებელი შევარდნაძის ეპოქა იყო თუ ვისი ეპოქა იყო არ ვიცი, ვისი იყო იმ პერიოდში. კარგად იცის მსმენელთა უმრავლესობამ რომ დაუშვათ იგივე ქართლის ბარკლების შემომტანი იყო ერთი ადამიანი ქვეყანაში. ანუ მას შემოაქვს დაუშვათ ერთ ადამიანს შემოაქვს საზღვარგარეთიდან ქართლის ბარკლები, რომლებიც უზარმაზარი რაოდენობით იყიდება საქართველოში და ერთი შეკითხვა მექნება დაუშვათ მსმენელთან. შეიძლება ასეთ პირობებში ერთი
შემომტანი ყავდეს ამ მოცემულ პროდუქტს. ეს ხო არის ხაპარი და ეს არის პრაქტიკულად აბსურდი, რომ არ ქონდეს ამ ერთ ადამიანს მხარდაჭერა სახელმწიფოს მხრიდან. ვიღაცის მიერ. ხო, ну, პრინციპში შეიძლება მონოპოლიური ძალაუფლება აქვს, თუ ერთი შემომტანია დაუშვათ რაღაც პროდუქციის ბაზარზე. მაგრამ ხაპარია, წარმოუდგენელი აბსურდია, მას რომ მხარდაჭერა არ ქონოდა ვიღაცის მიერ, თქვათ იგივე თავრობის მხრიდან ცხადია, ხო, აბა მეტივისგან შეიძლება ქონდეს. წარმოუდგენელი მას ერთი შემომტანი ქონოდა ამ პროდუქციას. გამორიცხული ასე რამ არ არსებობს, იმიტომ რომ მოგებაზე უარს არავინ არ ამბობს. დიახ. ძალიან ბევრი ადამიანი გამოჩნდებოდა თავისუფლების შემთხვევაში, რომლებიც მაშინვე შემოიტანდა ამ ქათმების მარკების რაოდენობას, გაიზრდებოდა მისი მიწოდება ჩვენს ბაზარზე და დაეცემოდა დაბლა მისი ფასი. ეს არის 2-2, როგორც 4, ან მაქსიმუმ 5 ეკონომიკაში. დიახ, გასაგებია. ბატონო, თქვენ საუბრობთ ზემოთ დამოუკიდებელ მარეგულირებელ ინსტიტუტებზე, არ არსებობს. ბატონმა რამაზმა აღნიშნა, მაშინ როგორ უნდა მოვიქცეთ, ვის მიერ უნდა იყოს შექმნილი ეს დამოუკიდებელი მარეგულირებელი ინსტიტუტები და რა პოლიტიკა უნდა შეიმუშაონ მათ ამ მიმართულებით. როგორ ფიქრობთ? ერთადერთი გზა ამისთვის ოფიციალური და კანონიერი გზა არსებობს და რომელიც ბერკეტი შესაბამისად გააჩნია ამ შემთხვევაში ხელისუფლებას, თუ იქნება შესაბამისი კანონიერი ესეთი სტრუქტურა, ესეთი შესაბამისი ორგანო შეიქმნება საკანონმდებლო ორგანოს მიერ, ამ შემთხვევაში რასაკვირველია ისევ იმ ლეგიტიმაციას და იმ გამჭვირვალობას დავუბრუნდები, ერთადერთი გზა ეს არსებობს სწორად რო განხორციელოს, ხოლო ვინ უნდა შექმნას აბსოლუტურად ხელისუფლების პრეროგატივაა, ვინც იქნება ხელისუფლებაში, მნიშვნელობა არ აქვს, იმან უნდა გააკეთოს ეს სახელმწიფო საკეთილდღეო პირველეს ყოვლისა. დიახ, ზარია ჩვენს ეთერში, გისმენთ, თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. დიახ, დიახ, გისმენთ. გაიხარეთ და ღმერთმა დაგლოცოთ გილოცავთ აღდგომის დღესასწაულს. მადლობთ. მე მინდა თქვენ გითხრათ, რომ თქვენ გქონდათ პამიდორთან შეხება ხალხო. ის ადამიანი, ვინც ამჟამად თეთრში მუშაობს, ერთადერთი მე ვარ, რაც ხურობ თუ როგორ მოდის პამიდორი, ვინ აკონტროლებს, ვინ შემოაკა, იქ უნდა ნახო თქვენ შემოგევლეთ საქართველოში. შემოტანილი პამიდორს გაჭირებული გლეხი რო ყიდულობს, არ დაეძებს ის მოიწამლოს ვარა, როგორ მოდის პამიდორი, მე ვარ ის პიროვნება. და რაც შეეხება, იყო ეხლა საუბარი ქათმის ბარკლებთან შემოტანაზე, ერთი კაცი პატრონობს, მაგრამ მას აქვს ჩვენი სახელმწიფო სტრუქტურიდან ხრის დაჭერა, ვინც არის ის კარგად ვიცით, მაგრამ არ ვამბობთ და ვერ ვამბობთ. დიახ. გმადლობთ, საინტერესო იყო თქვენი მოსაზრება. კარგად ვწანდობ. ჩავერთები თუ შეიძლება, რასაკვირველია, კაი იქნებოდა, რომ შესაბამისი კვლევები ტარდებოდეს, შესაბამისად ძლავრი იყოს სამოქალაქო სექტორი, სამწუხაროდ წეღან როდესაც ვახსენეთ, რომ პირველ რიგში სახელმწიფოს ხელეწიფება, რომ შექმნას ანალოგიური სისტემა, ამავდროულად მეორე ალტერნატივა რაც არსებობს, ძლავრი უნდა იყოს სამოქალაქო სექტორი, მაგრამ სამოქალაქო სექტორი საქართველოში ძალიან სუსტია. ამ კუთხითაც, სხვათა შორის ამ მიმართულებითაც, იმიტომ რომ არ ხდება რეალური დასკვნების დადება ამ შემთხვევაში, გარკვეული ესე ვთქვათ, პროექტები განახორციელებს ჩვენმა კოლეგებმა და შესაბამისმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, მათ შორის ერთ-ერთი დღეს მოწვეული იყო, მაგრამ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ვერ მობრძანდა, უფრო დეტალურად გააცნობდა თუ რა რეკომენდაციები შეიმუშავეს მათ ამ კუთხით, თუმცა უშუალო პოლიტიკაც რაც შეეხება, ამ პოლიტიკის კუთხით არაფერი არ კეთდება და რაც თავარია, რაც ბატონმა ახსენა უმთავრესი ის არის, რომ ამ შემთხვევაში არავის არ აინტერესებს მოხმარებელს, ვინაიდან მისი მსყიდველობითი უნარი არის ძალიან დაბალი, არც ის რა აწერია ამ შემთხვევაში, თუნდაც ეწეროს იმ შემთხვევაში ამ პროდუქციაზე, მისთვის თავარია რაღაცა შეიძინოს. ამიტომ ცალკე ესეთად გამყენებულად თუნდაც კონკურენციის პოლიტიკა, თუნდაც ვაჭრობის ხელშეწყობის პოლიტიკა და მათში ესე ვთქვათ ანტიმონოპოლიური რეგულირების პოლიტიკა არ არის ცალკე გამყენებული ერთეული, ეს არის შესაბამისი ეკონომიკის ნაწილი, უპირველეს ყოვლისა თუ ეკონომიკური განვითარება გვინდა, უფრო მაკრო დონედან და მაღალ დონედან რო შევხედოთ, ამ შემთხვევაში პირველ რიგში რასაკვირველია, საზრუნავია იმაზე, რომ მსყიდველობითი უნარი ამაღლდეს, ამის შემდგომ რასაკვირველია საზოგადოება შეძლებს გაარჩიოს მდარე და უხარისხო პროდუქცია, ხარისხიანი პროდუქციისგან, მაგრამ ამავდროულად ვექცევით ხშირად ვახსენებ ჰერმენევტიკულ წრეში, იმ ჰერმენევტიკულ წრეში, რასაც სანამ მონოპოლიები არსებობს, წარმოუდგენელია საზოგადოების ყიდველობითი უნარის ამაღლება. მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში რამოდენიმე ერთეულ იურიდიულ პირს თუნდაც ბიზნეს სფეროში მოქმედს, აქ უმთავრესი ესე ვთქვათ შემოსავალი არ არის დიფერენცირებული, აქედან გამომდინარე საზოგადოებას არ აქვს ახსრები, ანუ ერთი მეორეს განაპირობებს.
ამიტომაც აუცილებელია და საჭიროა რომ ამ კუთხით სახელმწიფო ჩაერთოს გამომჯობესოს უპირველეს ყოვლისა ეკონომიკური თავისუფლება, რათა საზოგადოებამ შეძლოს ეკონომიკური აქტიურობა და მოღვაწეობა, ხოლო შიგნით გამოვლინებული მონოპოლიური ესე ვთქვათ რაღაც შესაბამისი მექანიზმების არსებობის შემთხვევაში დაარეგულიროს ის. მონოპოლია თავისთავად ესე რომ ვთქვათ, ცუდია, ესეც არ არის პრინციპში. მონოპოლია თუ აქვს სიტყვაზე ვთქვათ, რომელიღაც საწარმოოს ან რომელიღაც ფირმას, შენ ვერ ეტყვი რომ მონოპოლია რო გაქვს ამაზე ესე ვთქვათ, ძალიან დაგჭი და ასე შემდეგ. თუ ის ამ მონოპოლიას ხვის თავის კონკურენტების დასაჩაგრად, დასათრგუნად და არაკანონიერ და არასაკეთილსინდისიერად თუ არ იყენებს. ანუ თუ ეს გამომდინარე არის ხარისხობრივი მახასიათებლით, ნოვაციებით და ასე შემდეგ, ეს კარგია, პირიქით ეს პროგრესს უწყობს ხელს, მაგრამ თუ შენ სამ საბაზრო ძალაუფლებას იყენებ იმისთვის რომ სხვა დათრგუნო და დაჩაგრო არაკეთილსინდისიერი ქმედებით ბაზარზე. ამ შემთხვევაში ეს არის უკვე მონოპოლია, რომელიც დანაშაულებრივ ხასიათს ღებულობს. თუ ახლა ორი მონოპოლისტი, უბრალოდ ორი მოთამაშედან ბაზარზეან სამიდან ერთ-ერთმა ძალიან ნოვაციური რაღაცა გამოიგონა თავისი გონებრივი შესაძლებლობით და ხარისხობრივი მახასიათებლით მისი პროდუქცია არის და გაცილებით უკეთესი და ამით მოიპოვა შესაბამის სეგმენტის ესე ვთქვათ. ეს არ არის მონოპოლია ამ შემთხვევაში, ეს კარგი იქნება პირიქით. ჩვენთან ზარია Skype-ით გვიკავშირდებიან. გისმენთ? პირდაპირ ეთერში ხართ. გამარჯობა. სამწუხაროდ გაითიშა, აღარ არის კავშირი. დიახ, ბატონო მოთე, თქვენ თუ შეიძლება დაამატოთ. დიახ. თუ დაუშვათ ფირმა გამოდის ბაზარზე და რაღაცნაირად თავის მიერ გაწეული ხარჯების იქნება და შემდეგ ქმნის რაღაცა პროდუქციას, რომელსაც ანალოგი არ ყავს ბაზარზე, ან დაუშვათ მონოპოლიურ ძალაუფლებას იპოვებს, ასე რომ თავისი ცოდნით და არაკეთილსინდისიერ საქმიანობას არ მიმართავს, ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა ჩვენ არავითარი უფლება იმისა რომ ის დავსაჯოთ არ გვაქვს. მე გარდა ამისა მინდა გამოვიხმაუროთ თქვენ ნებას მომიცემ წინამსმენელს, რომელსაც აბსოლუტურად ძალიან კარგი ზარი იყო და ძალიან კარგად საუბრობდა. თუ ჩვენ თანხმდებით ისის დამეთანხმა მე პრაქტიკულად იმაზე რომ თუ პარკის შემომტანი ერთი ადამიანია ქვეყანაში მას აქვს სახელმწიფო მხარდაჭერა სხვანაირად ის ვერ იქნება ერთადერთი შემომტანი თუ სახელმწიფო არის ახორციელებს ხარდამჭერ პოლიტიკას მონოპოლიური ძალაუფლების მქონე ფირმების მიმართ და ავტომატურად ის ქმნის ასევე სამსახურს და ვითომ არეგულირებს მონოპოლურ სამსახურებას საქმიანობას ეს არის უკვე აბსურდი და კიდევ ერთხელ ვიმეორებ რომ ეხლა ამას ამით ვერ მოატყუებ ალბათ მესამე კლასელ ბავშვს რომელიც ცოტა გონება გასწნილა და აზროვნებს ხო თუ ასე სამსახურს ქმნი და შენ აქეთან ხარდამჭერ პოლიტიკას ატარებ ესე იგი სამსახურს ქმნი იმისთვის რომ ბიუჯეტს ამოეფაროს რამოდენიმე ადამიანი გამიგეთ ხო ეს არის აბსოლუტურად აშკარა და ამაზე პრაქტიკულად ორიაზე არ არსებობს და ასეთი სამსახურის ქონა ჯობი ასეთი სამსახური საერთოდ არ არსებობს იმიტომ რომ ასეთი სამსახური ფინანსდება ისე იმ ადამიანების ჯიბეებიდან რომლებიც უფრო მეტ სიხდიან იმ ქათმის ბარკალში იქნება თუ თქვათ იგივე ბენზინში იქნება რასაც გადაიხდიდნენ კონკურენციის არსებობის პირობებში დიახ გარდა ამისა მეორე საკითხი რომელიც სპენდელმა წამოჭრა თუ ამანო პომიდორი ნეტავი განახატო როგორ მოდისო თვითონ თურქეთში მე მაქვს ანახი და მე მინდა ობიექტივის ტრიბუნით ვისარგებლო ვისაც საშუალება გაქვთ და ცნობა გაქვთ ინტერნეტზე ძალიან ბევრს აქვს ამის საშუალება გამოიყენეთ საიტი youtube.com და ნახეთ თვითონ იქ ამეფრად იპოვეთ ან ინგლისურად ან ინგლისურიც და შეიძლება რუსულადაც იპოვოთ თუ როგორ წიხდება პომიდორი მოკლედ ან თურქეთში ან სხვა ქვეყანაში და მეწუნეთ თუ თქვენ ალბათ ერთი-ორჯერ მაინც ნახავთ ამ ვიდეოს სურვილი გაგიქრებათ მოიხმაროთ დაუშვათ თურქული საქონლები და ალბათ გაგიათმაგდებათ სურვილი მოიხმაროთ ქართული პომიდორი თუ არამარტო პომიდორი ამის სხვა პროდუქციაზეც ანუ იქ მართლაც ნახევარი მენდელეევის ის არის გამოყენებული პომიდორი დამწიფის პროცესში ხალოდ როცა იყო ხარისზე საუბარი და თუნდაც იმ ქართულ პროდუქციაზე აგრეთვე იყო საუბარი ბიუჯეტის ესე ვთქვათ ან ფინანსურ ესე ვთქვათ რაღაც მოგების ან ანგარების კუთხით მუშაობაზე რა საკვირველია და ყველამ კარგად ვიცით რომ შესაბამისი მარეგულირებელი კომისიები თუნდაც იყოს ეს სემეკი თუნდაც იყოს კომუნიკაციების მარეგულირებელი ანუ სხვადასხვა რაც არსებობს ეს სტრუქტურები პირდაპირ ფინანსდება შესაბამისი სტრუქტურებიდან მაგალითად მოცემულ სფეროში მოქმედი ესე ვთქვათ კომპანიებიდან და იქიდან შესაბამისი პროცენტი ეძლევა მოცემულ სამსახურს და მათი ესე ვთქვათ შემოსავალი აბსოლუტურად ამაზე არის დამოკიდებული და ერთ-ერთი ასეთი სტრუქტურის წარმომადგენლის კომენტარი ალბათ ბატონ მათესაც ახსოვს ერთ-ერთ კონფერენციაზე როცა პრეზენტაცია გამართეს ჩვენმა კოლეგებმა იყო იქ საუბარი რომ ჩვენ გვაქვს 7%-ის უბრალოდ 0.7%-ის მოთხოვნის უფლება უბრალოდ ჩვენ 4-ს მარტო ვითხოვთ და გასაკვირველია 4-ს ითხოვენ და ეს 4 იმ ბრუნვიდან ძალიან დიდია ამ შემთხვევაში ანუ მე ამ შემთხვევაში ვხედავ ხალხს
რომ მას არანაირი სურვილი არ აქვს თუნდაც დაარეგულიროს, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში თუ დავარეგულირებ ეს მონოპოლია, რასაკვირველია მოგების და ბრუნვის ესე თქვა შესაბამისი მაჩვენებელი შემცირდება, ანალოგიურად ეს ავტომატურად პროცენტებში არის გამოსახული და იწევს რასაკვირველია იმ შემოსავლის შემცირებასაც, რაც უნდა მივიღო მისგან. ანუ ურთიერთ დამოკიდებულებაში შემდეგნაირად არიან ესენი, ანუ ეს შესაბამისი სამსახურები მაინც და მაინც ისეთ გადაწყვეტილებებს არ იღებენ, რომ რამენაირად დააზარალონ, თუნდაც იმ კუთხით, რომ შემოსავალი შეუმცირდეთ, მათ მონოპოლიური ბაზარი უკავიათ, ეს ძალიან კარგად იციან, მაგრამ ესეთ გადაწყვეტილებას არ ღებულობენ. ერთის მხრივ არის პოლიტიკური ინტერესი, ლობირების ინტერესი და მეორეს მხრივ პირადი ინტერესის, შესაბამისად მე უკვე ვერანაირად ვერ ხორციელდება რეალური პოლიტიკის გატარება. რაც შეეხება პროდუქციას, მე აბსოლუტურად ვეთანხმები ბატონ მათეს, რომ სურვილიც გაუქრება ადამიანს და მე ვიცი, რომ უამრავ ადამიანს ამ შემთხვევაში გამქრალიც აქვს ანალოგიური საქონლის შეძენის სურვილი, მაგრამ სამწუხაროდ ამ დროით პერიოდმა, როდესაც წეღან ვახსენე ის, რომ პირველ ეტაპზე, როდესაც ეს შემოდის საქონელი და ჯერ კიდევ შენ ადგილობრივ ბაზარზე ადგილობრივი საქონელი არსებობს, პირველ ეტაპზე მსყიდველობითი უნარის გამო მოსახლეობას უწევს არჩევანის გაკეთებამ და ხარისხის საქონელზე, ვინაიდან შენი თავიდან ვერ იყიდებოდა, აქედან გამომდინარე შენი საქონელი ხარისხიანი უკვე ძევდება ამ ბაზრიდან და მერე უკვე მომხმარებელს თუნდაც სურდეს ხარისხიანი და ადგილობრივი საქონლის ყიდვა, ის ამ საქონელს ბაზარზე უკვე ვეღარ იხილავს. მაგალითად, დაუშვათ სიტყვაზე ვთქვათ, თუნდაც იმ ბარკლების თემას დავუბრუნდეთ და დღეს შედით ნებისმიერ ესე ვთქვათ ბაზრობაზე, ნებისმიერ ესე ვთქვათ სუპერმარკეტში ასე შემდეგ და კაი სოფლის ვარიას ან ბაზრობაზე გახვალთ, თუ იყიდით კაი სოფლის ვარიას. ძალიან რო გინდოდეთ ესე ვთქვათ იშვიათად თუ არა ვერც კი შეიძენთ. იმიტომ არ არის ფაქტიურად ბაზარს არ მიეწოდება, იმიტომ თლიანად წალეკა ესე ვთქვათ ამდაგვარი ხარისხის საქონელმა და შესაბამისად თუ იშოვი ამ შემთხვევაში რასაკვირველია მას შესაბამისი ფასის ადევს. ანუ ერთია ვერ იშოვი, მეორეა თუ იშოვი ის გაცილებით მეტი ღირს. ანუ მსყიდველობითი უნარი და მეორე ბაზრის სეგმენტი. და ნელ-ნელა სანამ ესე ვთქვათ უცხოური ამ შემთხვევაში უხარისხო პროდუქცია აწვება ბაზარს, პერსპექტივაში ის დგას, რომ საერთოდ აბსოლუტურად გაქრეს ეს პროდუქცია რასაკვირველია ბაზრიდან. რასაკვირველია სოფლად ამ შემთხვევაში არც დიასახლის და არც სოფლად მაცხოვრებელ მოსახლეს ფერმერს არ აქვს სტიმული, იმიტომ რომ მისი დანახარჯები გაცილებით მეტია, იმიტომ ის ტრადიციული მეთოდით, ჯანსაღი მეთოდით ახდენს თუნდაც ამ შემთხვევაში ვარიის წარმოებას და ეს უკვე თავის თავად იწევს იმას, რომ მისი დანახარჯები მეტია და ძვირად უნდა გაყიდოს. ხოლო ეს სხვადასხვა ესე ვთქვათ ხელოვნური ჩარევებით გამოყვანილი პროდუქცია არის გაცილებით იაფი და რაც კარგად იციან შესაბამის ესე ვთქვათ, იმიტომ რომ წარმოიდგინეთ ხა 6 თვე ამოგზაურები, 8 თვე გაყინული ბარკალი უფრო იაფიჯდება ამ ხელაში შორიდან ჩამოტანილი და ადგილობრივი ვარია ესე ვთქვათ გაცილებით ძვირი და ეს უკვე პირდაპირ ესე ვთქვათ არა საბაზრო კონკურენციასთან გვაქვს საქმე რეალურად, აქ არის საზოგადოების ცნობიერება და ასე შემდეგ უამრავი სხვა ესე ვთქვათ პრობლემები. რასაკვირველია უშუალოდ მონოპოლიას არ შეეხება, მაგრამ ეს აუცილებლად ის საკითხია, რომელიც კონკურენციის უზრუნველყოფას შეეხება, მომხმარებლების დაცვას, რომელიც უნდა იყოს დაცული თუნდაც ანტიმონოპოლიური შესაბამისი მექანიზმების მოქმედების დროსაც. კიდევ ერთხელ მეორედ მინდა უკვე ამ ტრიბუნის გამოყენებით საშუალებით მიმართო ეკონომისტებს, ეხლა არა ეკონომისტებს შეიძლება ეს არ იცოდეს, რომლებიც ხშირად ამბობენ, რომ როგორ უნდა შევზღუდოთ ჩვენ იმპორტი, როცა სოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი ვართ. წაიკითხეთ, ან წესდება, ან რამეფრად მოახერხეთ, მოიპოვეთ ინფორმაცია, როდესაც ბატონი ამაზე ამბობს, რომ ბაზარს თუ წალეკვით ემუქრება ნებისმიერი ტიპის იმპორტი, შენ გაქვს აბსოლუტური უფლება შეზღუდო ამ პროდუქციის იმპორტი შენს ქვეყანაში. გარდა ამისა, რაც შეეხება მომხმარებელს და ის რომ მომხმარებელი დაუშვათ ქვეყანაში არის დაუცველი და ისე დარჩენილი, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. ნებისმიერი სამსახურის მიერ, რომელიც სახელმწიფოს მიერ არის შექმნილი, ის იქნება სააგენტო სამსახური, სამინისტრო თუ ასე შემდეგ, მანახავ ვთქვათ, ან ნებისმიერი მონოპოლიური ძალაუფლების მქონე ფირმა, რომელიც არათუ ძალიან დაისაჯა, არამედ დაიტუქსა მაინც. ასეთი რამ პრაქტიკულად ისევ არ შემხედრია მე, არც შემხედრია მართალი ძალიან იშვიათად, ისევე როგორც დაუშვათ პროკავშირების მიერ დაცული რომელიმე მუშა არ მინახავს არსად. და ამიტომ მომხმარებელი არის ძალიან მძიმე ვითარებაში
დღევანდელი ეკონომიკური ვითარებიდან გამომდინარე. დიახ, ძალიან ცოტა დრო გრჩება ბატონო და ძალიან მოკლედ თვითონ მოსახლეობაც მას ხო შეიძლება მოითხოვს, ანუ ამ ხრივ თავისუფლებების დაცვა ძალიან მოკლედ რომ ვთქვათ ეს. მოსახლეობა რაღაც მომენტში ისიც მისი ბრალეულობაც ხომ არა. ძალიან რა საკვირველია, მისი ბრალეულობა მხოლოდ იმაში რომ მას შესაბამისი ინფორმაცია რა. კაი კიდევ ერთხელ ახსენებ რომ არსებობს მომხმარებელთა დაცვის შესაბამისი კანონი, მაგრამ ძალიან ცოტამ თუ იცის ამის შესახებ ერთეულობმა იციან რომ ესეთი კანონი საერთოდ არსებობს. სადაც უნდა იყოს ყველანაირი ესე ვთქვათ ნომენკლატურაზე, მაჩვენებლებზე ყველაფრით უნდა იყოს დაცული და გამყიდველი ამ შემთხვევაში ვალდებულია ეს ნორმები შეასრულოს და იქ შემთხვევაში ბაზარზე ვაწყდებით მას პირიქით გამყიდველი ჩაგრავს მომხმარებელს აქეთ თუ არა არც ერთ ადგილას არ მინახავს მე რომ თვითონ მომხმარებელს მოეთხოვებინოს ესე ვთქვათ გამყიდველი რა. ანუ ესეთი რაღაც არ არსებობს. ამიტომაც არის ეს დაცვის მექანიზმი რომ არ შეუძლია მომხმარებელს არანაირი ბერკეტი არ აქვს რომ გამყიდველი მოატყუოს, იმიტომ რომ ფულზე ესე ვთქვათ თავისი ნომინალური ნიშანი არის, რაში უნდა მოატყუოს. ყოველთვის ტყუდება მომხმარებელი, იმიტომ ტყუდება ნაკლებად არის ინფორმირებული. შესაბამისად მე ვიცი რომ დრო ცოტა დაგვრჩა, ამიტომაც მიულოცავ აღდგომის დღესასწაულს ჩვენს რადიოს მსმენელს და ტელემაყურებელს. აგრეთვე მინდა დავძინო რომ ჩვენს ორგანიზაციას ხარისხთან დაკავშირებით აქვს ძალიან ძლავრი წინადადება შემუშავებული, ნებაყოფილობითი წინადადება, რომელიც აბსოლუტურად აღმოფხრის ბაზარზე უხარისხო საქონლის, ესე ვთქვათ, პარპარს და ქმედებას. თუ ესე ვთქვათ შესაბამისი ორგანიზაციები ამაზე წამოვლენ და გაივლიან შესაბამის კონსულტაციას და ჩვენ წინადადებას რეალურად გაიაზრებენ, ეს დაახლოებით ერთ წელიწადში მდარე ხარისხის პროდუქციას აბსოლუტურად გააძევს ბაზრიდან. ულოცავ მსმენელს აღდგომის დღესასწაულს. დიახ, ჩვენი და უსურვებ ჩვენი ეკონომიკის აღორძინებას სამოულს. დიახ, ჩვენი საერთოდ რა მოიწურა სამწუხაროდ, ჩვენ საუბრობთ თემაზე ვაჭრობისა და კონკურენციის ხელისშემწყობ პოლიტიკასა და ანტიმონოპოლიურ რეგულირებაზე. მეც ასევე შევუერთდები ჩემს სტუმრებს და მივულოცავ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. ჩვენ კვლავ შევხვდებით მომავალ ხუთშაბათს 13 საათსა და 20 წუთზე. გმადლობთ რომ გვიყურებდით, დარჩით ჩვენთან, კარგად გრძანდებოდეთ.